ნომერ მე-16 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულების მონაწილეობით კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში სპექტაკლი ლამანჩელი გაიმართა. წარმოდგენა იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტის ფარგლებში განხორციელდა. სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხარდაჭერით სპექტაკლზე მუშაობა 6 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. სიუჟეტი პენიტენციურ დაწესებულებაში ვითარდება და ასახავს მსჯავრდებულთა ძალისხმევას საკუთარი თავის ხელახლა აღმოსაჩენად. თავარი გზავნილი კი არის ის, რომ ნებისმიერ ადამიანს დაშვებული შეცდომების მიუხედავად შეუძლია ცხოვრების ახლიდან დაწყება. სპექტაკლის რეჟისურა, მუსიკალური და მხატვრული გაფორმება თავად მსჯავრდებულებს ეკუთვნით. კომედიური ჟანრის ერთმოქმედებიან წარმოდგენაში 13 მსჯავრდებული და 3 პროფესიონალი მსახიობი მონაწილეობდა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით სპექტაკლის მონაწილეებს საპატრიარქო სიგელები გადაეცათ. ღონისძიებას სასულიერო პირები, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლები, საპატრიარქოს მსჯავრდებულებთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენლები, იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, მინისტრის მოადგილეები, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი, მოწვეული სტუმრები და მსჯავრდებულთა ოჯახის წევრები ესწრებოდნენ. მარჯანიშვილის თეატრში კიდევ ერთი ემოციური საღამოს მომსწრე გავხდით დღეს. ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე ემოციური გარემოებაა, რომ მსახიობთა უდიდესი ნაწილი იყო მე-16 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულები. ეს განხორციელდა იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროგრამის ფარგლებში. მე მინდა დიდი მადლობა გადაუხადო ყველას, ვინც ამ საგრანტო პროექტში მონაწილეობდა. ეს არის მათთვის ძალიან დიდი, ძალიან მნიშვნელოვანი ხელშეწყობა პენიტენციური სამსახურის მხრიდან, იუსტიციის სამინისტროს მხრიდან, რომ ამ ადამიანებმა მოახდინონ რესოციალიზაცია და რეაბილიტაცია. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ყველას, ვინც ამ პროექტში მონაწილეობდა, განსაკუთრებით დიდ მადლობას ვუხდით საქართველოს საპატრიარქოს და საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, მის უწმინდესობას და უმდარესობას ილია მეორეს მსჯავრდებულთათვის გადაცემული მადლობის სიგელებისათვის. პირველ რიგში ბედნიერი ვარ, რომ ეს დღე შედგა. გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან დიდხანს ვემზადებოდით რამოდენიმე თვე და კიდევ ორმაგად გასახარია ის ფაქტი, რომ აქ პენიტენციურ დაწესებულებაში როგორც მსჯავრდებულს გიწევს შენი საყვარელი საქმიანობის კეთება და გეძლევა ამის საშუალება და ამის კეთების საშუალება და პლუს შემდეგ ამ ყველაფრის აი ამ ფართო მაყურებლისთვის გაზიარება. ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო ჩემთვის, როგორც ჩემი საყვარელი საქმის კეთების, ასევე მსჯავრდებულებისთვის, რომლებიც საერთოდ პირველად გამოვიდნენ სცენაზე. აი ეს მღელვარება, ეს ემოცია, ეს სიხარული, ეს ცნემლი, ეს ბედნიერება, ავიც იმდენად ბევრი იყო ყველაფერი, რომ სიტყვებით არ ყოფნის. ადრე ვმუშაობდი ქალთა მეხუთე პენიტენციურ სივრცეში ქალბატონებთან და ამჟამად მე-16-ში ამ არაჩვეულებრივ ადამიანებთან. ვარ ძალიან აღელვებული, ეხლა დამთავრდა პრემიერა, ვარ ძალიან ბედნიერი, იმიტომ რომ აი ეს არაჩვეულებრივი ადამიანები. აი შევედი, გავიცანი, შევხედე, მღერიან, ცეკვავენ, გაჩნდა იდეა, რომ ლამანჩელი მუსიკალი გაგვეკეთებინა. შედგა სპექტაკლი, არიან ძალიან ნიჭიერები და უკვე 2 დღეა დაიწყეს, რომ არ ჩამოხვალთ, რა ვქნათ. მე კიდე რა გამაჩერებს, უამრავი გეგმები მაქვს მათთან მიმართებაში და ვიცი რომ უნდა გამოვიდეს, აუცილებლად გამოვა.